დედაქალაქი ისე 2014 წლის ბიუჯეტის გარეშე რჩება. ერთი მხრიდან თბილისის საკრებულოს უმრავლესობა, მეორე მხრივ კი უმცირესობა და მერია შეთანხმებას ვერ ახერხებენ. პარასკევს საკრებულოში ორი სხდომა ჩატარდა, მაგრამ ოპოზიცია არც ერთს არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სხდომა სწორედ უმცირესობის მოთხოვნით ბიუჯეტის განსახილველად გაიმართა. უმრავლესობა თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელს და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს საკრებულოში ორშაბათს ელოდება. თბილისელებს ხელში ამოუვიდათ ნდობა და ატივ დაკარგული მერის მთავრობა, რომელიც დაკომპლექტებული ყავს ფულის გაფლანგვაში, 50 მილიონის გაფლანგვაში ბრალდებულ მერს. ნაცმოძრაობის მიმართ არსებობს საკამაოდ მწვავე დამოკიდებულება. ჩვენ გვინდა, რომ კომპრომისი შედგეს, კონსენსუსით შედგეს, წარმოადგინონ ახალი მთავრობის წევრები, ჩვენთან შეთანხმებით დავნიშნოთ, ნდობა აღვადგინოთ და ბიუჯეტი ისე გავხარჯოთ. კვლავ მზად ვართ ყველა ლეგიტიმური და აზრიანი კონსულტაციისათვის, მაგრამ აი ესეთი შოუების დადგმაში ნამდვილად მონაწილეობას ვერ მივიღებთ. მოუწევდებთ ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ვინაიდან მხოლოდ იგი წვეთს იქ ერთპიროვნულად საკითხებს, რომ დანიშნოს კანონით გათვალისწინებულ 7 დღის ვადაში 31 იანვარს რიგარეში საკრებულოს სხდომა, რომელსაც განხილული იქნება ქალაქ თბილისის ბიუჯეტი და კანონის შესაბამისად განიხილოს კომისიებმა წინასწარ საკრებულოს სხდომამდე აი ეს ბიუჯეტი.